მოგესალმებით, კოლეგებო, ქორუმი არის, ამიტომ შეგვიძლია დავიწყოთ კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგით ორი საკითხი არის გათვალისწინებული. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. კი ბატონო, მადლობთ, დამტკიცებულია დღის წესრიგი. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2027 წლის 12 ივნისის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასაზღვრო შეთანხმების ნომერ მე-5 ცვლილების წერილ შეთანხმება. მოხსენებელი მზია გიორგობიანი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ქალბატონო მზია. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ რატიფიცირებისათვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში ნომერ მე-5 ცვლილებას. აღნიშნული შეთანხმების ცვლილება გაფორმებული არის მიმდინარე წლის 2 აპრილს და ითვალისწინებს სესხის ხელმისაწვდომობის ვადის და ასევე სესხის დახურვის ვადის გადაწევას, რომელიც გათვალისწინებულია და აღნიშნული თარიღი შემოთავაზებული არის მიმდინარე წლის 31 დეკემბერი, სესხის დახურვის თარიღი, ხოლო ხელმისაწვდომობის თარიღი მიმდინარე წლის 31 ივნისი. სხვა სახის ცვლილებები სასესხო შეთანხმებაში არ ხორციელდება. მადლობა. კითხვები ხო არა გაქვთ? ერთი კომპონენტი არის მხოლოდ დარჩენილი, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული სასესხო შეთანხმებით რამდენიმე ღონისძიების დაფინანსება ხდებოდა, ეს არის ბათუმის შემოვლითი გზის პროექტირება და ასევე განხორციელება და ზედამხედველობა, ასევე გათვალისწინებული არის ერთი კომპონენტი, რომელიც ნიშნავს ფოთის ხიდის რეაბილიტაციას, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან სენსიტიურად სამუშაო ადგილი არის და იქ უნიკალური თევზის სახეობა გვაქვს, შესაბამისად ვადა ძალიან შემჭიდროვებული არის სამუშაოსი და შესაბამისად მოხდა ამისთვის ვადის გადაწევა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს სამუშაოები. სხვა დანარჩენი კომპონენტები დასრულებული არის. ბატონო, გთხოვთ დავამტკიცოთ. გადაწყვეტილება მიღებულია. მადლობთ ქალბატონო მზია. შემდეგი შეიძლება ერთ კითხვას ვისარგებლოთ შევთხოვთ ჯუთის გზასთან დაკავშირებით რომ მოვაწოდოთ ინფორმაცია რა იგებება ამ ეტაპზე, იმიტომ რომ პრობლემად რჩება და თუ გაქვთ თუ ხართ მზად ამ პასუხისთვის თუ არა შეგვიძლია შევდებავთ არაფორმალურად. კი ბატონო, უბრალოდ მე პასუხი მაინტერესებს თორე. ხო, კი ბატონო, დღის წესრიგის ის რომ არ არის ის დამატებით მოგაწოდეთ დეტალურ ინფორმაციას, ისე ახლა გადაწყვეტა მიმდინარეობს და უკვე მალევე შევთავაზებთ გადაწყვეტას. კი ბატონო. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონის პროექტით სიუგომბორის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ და მის თანრიგ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მოხსენებელი ზურაბ ეზოგბაია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ბატონო ზურაბ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, პატრიციონული პარლამენტის წევრებო, წარმოგიდგენთ პაკეტს, რომელიც შედგება ძირითადი კანონპროექტისგან, ეს არის სიუგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი და თანხლები კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში. სიუგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხი განპირობებულია მთავრობის განცხადებული პოლიტიკით და ასევე საერთაშორისო ვალდებულებებით დაცული ტერიტორიების ეტაპობრივი ზრდის და გაფართოების თვალსაზრისით ეს დაცული ტერიტორიები განთავსდება საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის და თელავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებისთვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაფართოებისთვის და გაღრმავებისთვის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. ამ კუთხით ხაზგასმელია საქართველოს ვალდებულებები საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში, მათ შორის პირველ რიგში ბიომრავალფეროვნების კონვენციის ფარგლებში. ფართობებთან დაკავშირებით 21761 ჰექტარი არის ეროვნული პარკის ტერიტორია, გეგმარებითი 17562 ჰექტარი არის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია და მცირე არეალი არის შემოსაზღვრული სიღნაღის აღკვეთილისთვის, ეს არის 554 ჰექტარი. ეროვნული პარკი და აღკვეთილის ტერიტორია
მართვაში იქნება დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს მხრიდან და კომპეტენცია ამოწყებების განსაზღვრულია დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონით, ხოლო ლანდშაფტთან დაკავშირებით, ცივგომბორის ლანდშაფტთან დაკავშირებით ტრადიციულად ეს მართვა მოხდება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოების მხრიდან, ეს გახლავთ გურჯაანის მუნიციპალიტეტი. ცივგომბორის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით კომპეტენციები, რომელიც დელეგირებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, განსაზღვრულია შესაბამის კანონში. ზონირება ამ დაცული ტერიტორიების შიდა ზონირება მოხდება უკვე მენეჯმენტის გეგმის ფარგლებში მომდევნო ეტაპზე. კერძოდ, რამოდენიმე უფლებამოსილებას ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, მონიტორინგი და ანგარიშგება. ეს არის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება, კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება და ჯამში დაცული ლანდშაფტის ცივგომბორის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების გრადის გამოყენების უზრუნველყოფა. განსაზღვრულია ის დაშვებული საქმიანობები, რომლებიც ნებადართულია დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მათ შორის არის რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება, ტურიზმის და დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. კანონის ამოქმედება არის გათვალისწინებული ორ ეტაპად, ესე იგი ეროვნული პარკი და აკვეთილის შექმნის გადაწყვეტილების ამოქმედება გათვალისწინებული არის 1 ივნისიდან, წელს 1 ივნისიდან, კანონის მიღების თარიღიდან გამომდინარე ეს თარიღი გადაიწევს ალბათ 1 ივლისზე, ხოლო დელეგირებული უფლებამოსილების ნაწილში დაცული ლანდშაფტის საკითხი ამოქმედება 1 იანვრიდან, 2027 წლის 1 იანვრიდან, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ეს თავის ბიუჯეტში და შეძლოს მომზადება, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან მოხერხდეს სათანადო სუბსიდიის შეტანა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში. თანხმობრივ კანონპროექტთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სხვა დაცულ ლანდშაფტებთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის უფლებამოსილების მინიჭებას ახალშექმნილი ცივგომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე. ამ დაცული ტერიტორიების ასე ვთქვათ დაცული ტერიტორია გამოირჩევა ბუნებრივი ეკოსისტემების სიმდიდრით, 50-ზე მეტი ფართობი დაფარულია წიფლნარი ტყეებით, სიღნაღის აკვეთილი გამოირჩევა ბუნებრივად შემორჩენილი ქართული მუხის სავარგულით. აქვე ჩვენ ხვდება მრავალრიცხოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული ჭერემის ნაქალაქარის ნარჩენები, მთელი რიგი ეკლესიებისა, ასევე სამეურნეო ნაგებობები, რომელიც მიეკუთვნება სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებს და დაწყებული მე-6 საუკუნიდან და დამთავრებული გვიანი შუა საუკუნეებით. საფინანსო საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ადმინისტრაციების ფორმირება და მოითხოვს 42 საშტატო ერთეულის შექმნას, რაც დამატებითი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისათვის და ადგილობრივი სოციუმის ჩასართავად დაცული ტერიტორიების დაცვა-განვითარების საქმეში. დაფინანსების კუთხით ეროვნული პარკის და ლანდშაფტი და აკვეთილის ნაწილში გვეხმარება კავკასიის ბუნების ფონდი CNF-ი, თითქმის თანაბარია, რაც ბიუჯეტში არის გათვალისწინებული CNF-ის კონტრიბუცია მომდევნო წლების განმავლობაში. პირველ წელიწადზე, ახლა 2026 წელიწადს, ვინაიდან მხოლოდ წლის მეორე ნახევარში მოხდება ამ ღონისძიების დაფინანსება, თანხების შედარებით მცირეა, ეს არის დაახლოებით 179,000 ლარი, რომელიც გაღებული იქნება დაცული ტერიტორიების ეროვნული ადმინისტრაციის საკუთარი სახსრებიდან, ხოლო 324,200 ლარი იქნება CNF-ის მხრიდან გაწეული კონტრიბუცია უკვე წლევანდელ წელს. მომდევნო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში გასათვალისწინებელი იქნება თანხები, ჯამში, ესე იგი 4 წლის პერსპექტივით საუბარია 1,300,000 ლარზე ესეთ გეგმაზე ბიუჯეტის მხრიდან და დაახლოებით ტოლფასი კონტრიბუცია უკვე CNF-ის მხრიდან, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ანაზღაურების, ასევე დამატებითი შრომის ანაზღაურების კუთხით. დაცულ ლანდშაფტსაც შეეხება მისი ადმინისტრაციის ფარგლებში ჩემს მიერ მანამდე ნახსენები
ხორციელებას. გთხოვთ ხარ დაუჭიროთ ამ საკანონმდებლო ხორციელებას. გთხოვთ ხარ დაუჭიროთ ამ საკანონმდებლო პაკეტს და მზად ვარ შეკითხვებისთვის. თუ გაქვთ შეკითხვები? დიახ, ნამდვილად ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ინიციატივა, რომელიც მალე კანონის სახეს მიიღებს და ცივგომბორი ერთ-ერთი უნიკალური გეოგრაფიული, ეკოლოგიური, მათ შორის ბუნებითი მრავალფეროვნებით მხარე არის და ის ფაქტიურად კახეთს, ასე ვთქვათ, ერთი მხრიდან კავკასიონი, მეორე მხრიდან ცივგომბორი განაპირობებს მთლიანად კახეთის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს უნიშნულოვანესი და უნიკალური გეოგრაფიული არეალი იყოს დაცული და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი მათ შორის იგივე ტურიზმისათვის და სხვადასხვა იმ აქტივობებისათვის, რაც კანონით ასეთ აღკვეთილებში და დაცულ ტერიტორიებზე არის განსაზღვრული. ამიტომ სახარბიელო არის ეს, ასე ვთქვათ, ინიციატივა და გთხოვთ ხარი დაუჭიროთ. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია, ორივე საკითხი დღის წესრიგითაა განხილული, ამით კომიტეტმა მუშაობა დაასრულა. მადლობთ.